ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ უბნებზე საცხოვრებელ და კომერციულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა მასშტაბური საჰაერო იერიშები. სამძებრო სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით იერიშებს 182 ადამიანი სიცოცხლე მსხვერპლა. ასობით კი დაშავდა. ეს დღე კი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს შეფასდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე კონფლიქტში. დილიდან მაშველები ბეირუთის სხვადასხვა უბანში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ისრაელმა იმ შენობას დაარტყა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ეს დანაშაულია, რომელიც მუდმივად მეორდება. აქ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ კონკრეტულ სამიზნეებს ურტყამენ, თუმცა რეალურად აქ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები არიან. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იცავენ, თუმცა მზად არიან ნებისმიერ დროს საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის. ლიბანში კი სამხედრო ოპერაციებს სრული ძალით აკრძალებენ. სამიზნეების უმეტესობა, რომლებზეც ლიბანში იერიში მივიტანეთ, განზრახ იყო განთავსებული სამოქალაქო მოსახლეობის ცენტრში. წლების განმავლობაში ჰეზბოლას მებრძოლებმა სამხრეთ ლიბანის სოფლები ტერორის სოფლებად აქციეს და მათი განადგურება გამოიწვიეს. ახლა ისინი კვლავ იმალებიან ლიბანის მოსახლეობის უკან და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათზე იერიშს და დევნას ყველგან. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები. ლიბანში ოპერაციებს დიდი ძალით ვაგრძელებთ, როგორც ეს დღეს და ბოლო საათებში ვაჩვენეთ. იერიშებს გავაგრძელებთ, რათა აღმოფხრათ ნებისმიერი საფრთხე ისრაელის მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი ერთადერთი ვალდებულება და თუ საჭირო გახდება ირანზე იერიშის განახლება, ამასაც გავაკეთებთ. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა ისევ პანიკამ მოიცვა. ისრაელის სამხედროების განცხადებით განხორციელდა მიმდინარე ომის ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული იერიში, რომლის დროსაც სულ რაღაც 10 წუთში დაბომბეს ჰეზბოლას აზე მეტი ობიექტი ბეირუთში, სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში.